ეხლა უყურე. ესე იგი, პირველი შეცდომა, რასაც ჩვენ ქალები ჩავდივართ ხოლმე, ეს არის ის, რომ როდესაც დაიწყო ურთიერთობები. სადღაც არ ვიცი, კაფეში ზიხარ ან მეგობრებთან სტუმრად ხარ და იქ ვიღაც ახალგაზრდა თუ არც ისი ახალგაზრდა მამაკაცი ერთმანეთს შეხედეთ, შემოგხედე დაგინახე დავდნი ღორი ქონივით და საიდან გამახსენდა ეხლაც. ხო და დაიწყო ეს სიმპათიები და ურთიერთობები, ხო? და რატომღაც, ხო, თავიდან ეს სიმპათია, გაცნობა, ერთი შეხვედრა, მეორე შეხვედრა და გაცნობის პროცესი მიდის ჯერ რა, ეხლა კი გარეგნობით კი მოგეწონა ადამიანი, მაგრამ იქნება და რო გაიცნო, გაიგო რომ არ ვიცი, რაღაცა ისეთი გაიგო და გამოჩნდეს მის ხასიათში, რომ შენთვის სრულიად მიუღებელია, ხო? ან რა ვიცი, აღარ მოგეწონოს მე. ან გაცნობის პროცესს დრო უნდა დაუთმოთ და ამ სიყვარულობანაში თავით ეგრევე არ უნდა გადავეშოთ, ხო? და უყურეთ რა ხდება. როგორც კი პირველი შეხვედრა, მეორე შეხვედრა მოხდა, ხო? ქალი თვლის, რომ ეხლა მამაკაცი ვალდებულია დიდი სქელი ასოებით წარმოიდგინეთ, რომ დაურეკოს, მისწეროს, კიდე დაპატიჟოს ამ პაემანებზე, ხო? საჩუქრები არჩუქოს, ყვავილები არჩუქოს, სუნამოები არჩუქოს, გააცნოს თავისი მეგობრები და მშობლები და ბოლოს გაუკეთოს ცოლობა თხოვოს, ხო? ამ დროს, პირველი 2, 3, 4 თვე არაფერ ვალდებულებ, ისევე როგორც შენ არა ხარ ვალდებული, რომ რადგან მეორეც შეხვდი, ხო, ეგრევე ლოგინში ჩაუხდე, ან ეგრევე ცოლად გაყვე, ხო? ჯერ არის გაცნობის პროცესი. არავინ არაფრის ვალდებული არ არის. და როდესაც ამას მამაკაცს გაუჟღერებ, ძირითადად ხო ესეა, ხო? რადგან მეორეც შეხვდი, всё, ახლა დღეში 7 ჯერ უნდა მომწერო, 3 ჯერ დამირეკო, დღე გამოშვებით შემხვდი, ან კიდე უმჯობესია ყოველ დღე და ესეთ მოთხოვნილებს ქალები უყენებენ. ამ დროს შენეუბნებ, არა, ჩვენ ერთმანეთის გაცნობის პერიოდი გვაქვს. მე არაფერს არ ვპირდები, შენ არაფერს არ მპირდები, არ ვიცი. მე კი ისა მაქვს სერიოზული მიზნები მაქვს მამაკაცთან მიმართებაში, ხო, მე ოჯახი მინდა, ვთქვათ, ვინც დასაოჯახებელი იმაზე ვსაუბრობ, მაგრამ ეხლა შენ რადგან ყურადღება მომაქცია, მე ხვალე კი არ მოყვები ცოტა. არა, მე გავიცნობ კარგად და ბევრს ვიფიქრებ კიდე და იმ ჩემ ნუსხას შევხედავ, ნუსხა რომ აქვს, როგორი მამაკაცი მჭირდება, შენ იმას რამდენად აკმაყოფილებ და რამდენად არა. და ეს ფიქრობს, ეს რაღაცა საინტერესო პერსონაჟი, რაღაცა ახალი. ხო? რა თქმა უნდა, უკვე მე, როდესაც დაახლოებით ჩემი აზრით, ხო, 4 თვის, 6 თვის მერე უკვე რომ გრძელდება ურთიერთობები, ერთმანეთს უფრო კარგად იცნობთ, უფრო მოგწონთ, უფრო მყარდება, ის სიყვარულიც უფრო ჩამოყალიბდება, ის ერთად ყოფნის სურვილიც უფრო ჩამოყალიბდება და მერე, რა თქმა უნდა, ჩდება ვალდებულებები, მაგრამ არა მანამდე. მანამდე არავინ არაფრის ვალდებული არ არის. გასაგებია გოგო, ხო? და ეს ვალდებულება, როგორც წესი, მამაკაცებს ინარჩუნება ხოლმე. არა, მომეწონე, პროსტა მინდა გასაუბრება შენთან, ხა ვალდებული ვარ ცოლად მოგიყვანო, ესე არ არის რა. და გთიაპწეს, მაგალითად შეხვედრა მოხდა ისეთ ადგილას, რომ გაცნობისთვის არა შესაფერისი ადგილია, სამსახური, შენი კლიენტია და მოგიხდა გარეგნულად, როგორ უნდა მოიცე, რომ არ ჩათვალოს, რომ აქტიურობს ქალი. ანუ სწორი კონტაქტი საწყის ეტაპზე დაინტერესების. რა არის იცი? ყველა ადამიანი, ქალიც და კაციც, მშვენივრად გრძნობს, ვის გაუჩნდა შენს მიმართ ინტერესი და ვის არ გაუჩნდა. ხო? ეს ისეთი ძალიან დელიკატური რაღაცა, ხო? მაგრამ ცოტა წამებით, მაგრამ ცოტა მეთხანს შეხედავ კაცს, ხო? ხო, კლინიკს ესეთი სიფათით ელაპარაკები სერიოზულად, მაქსიმალურად და კაცი რომ აღწევს სხვა სახე გაქვს და ამას ის ხედავს,
თუ ისიც დაინტერესდა და აქვს სურვილი და თავისუფალია და ასე შემდეგ, რომ შევიდეს, შენ აი ამითი უკვე დაანახო იმას, რომ შენ გაქვს ინტერესი. თუ შენ ეს აჩვენე, შენ აი პატარა, სრულიად უსიტყვო, აი ვერავინ ვერ დაგანაშაულებს იმაში, რომ შენ რაღაც გადამეტებულ საკითხებზე, ხო? არა, ეს ესეთი უსიტყვო თამაშია და ანუ კაც აგრძნობინე, რომ შენ დაინტერესებული ხარ და შემდეგი ნაბიჯი მასზეა. მაგრამ თუ შენ დაიწყე აქტიურობა, აი ეხლა გადავედით მეორე ფატალურ შეცდომაზე.